მოგესალმებით. დღეს გვაქვს ძალიან სასიხარულო ვიტყოდი. სასიხარულო და არც ისე სასიხარულო, იმიტომ ასეთი რამე საჭირო არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ასეთი საჭიროება აღარ დადგება ამ ქვეყანაში. მაგრამ დღეს გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, სადაც ვიმყოფებით და სადაც იმყოფებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ახალგაზრდებს ვამბობთ, მაგრამ ხო ვიცით, რომ მხოლოდ ახალგაზრდები არ არიან, რომლებიც ყოველ დღე სხვადასხვა მარშით, სხვადასხვა პროტესტით არიან ჩვენ ქუჩებში, სხვადასხვა ქალაქებში და დაპატიმრებული ძალიან ძიმე პირობებში და ჩემთანაც აქ გუშინ რომ მოვიდნენ ქალთა მარში რომ მოვიდა, იქაც იყო ანგარიშსწორება ძალიან ისეთი მიუღებელი ფორმით და ამ ადამიანებს მერე აპატიმრებენ ასევე მიუღებელი ფორმებით და მათ სჭირდებათ ყველანაირი დაცვა. ასევე სჭირდებათ ადამიანებს დაცვა, როცა სახლში მოდიან ჩხრეკისთვის და ისე რომ არც სამართლებრივი საფუძველია მისი არ არსებობს და არც არაფერი. ჩვენ მოქალაქეებს რომ ჭირდებათ ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა, ამისთვის შეიქმნა ეს ჯგუფი, რომელსაც ვესალმები დღეს, რომელსაც მერე გავეცნობი უფრო დეტალურად, ეს ჯგუფი ადვოკატების და იურისტების, რომლებიც იმისთვის შეიკრიბენ ერთად, რომ სწორედ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები. დაიცვან, მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები, როცა საჭირო არის პირველ ეტაპზე და ამისთვის მე მგონი ცხელი ხაზიც იქნება თუ არის უკვე და მათ მერე გაუწიონ ყველა ის დახმარება, რაც მათ ესაჭიროებათ და ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ პრობონო და ეს არის ძალიან დიდი მე ვიტყოდი სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება და რაც ქმნის სწორედ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის დღეს რაც ხდება, ეს არის ის რაც ქმნის საზოგადოებას და ჩვენ თვალწინ ყველა სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული თავისუფალი საზოგადოება და მე ამას არა მხოლოდ მივესალმები, ეს არის ნამდვილად ჩვენი იმედის წყარო, იმიტომ რომ ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერასოდეს ვერც ერთი რეჟიმი და რეჟიმის რო ვამბობ, გესმით რას ვამბობ, ვერც ერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს. ჩამოყალიბებული საზოგადოება შემართებული ადამიანებით, ეს არის ის, რაც ყველაფერს და ყოველთვის გაიმარჯვებს ყველაფერზე და მე მინდა რომ ამ ადამიანებს მივესალმო, ამ ადამიანებს უთხრა რომ ეს მართლაც ჩვენგან დიდ მადლიერებას იწვევს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ციხეში არიან ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან, იყვნენ დაცულნი, კიდევ უფრო გვინდა რომ ისინი გამოვიდნენ ციხიდან, რაც შეიძლება სწრაფად და მე ამაშიდაც ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ძალიან სწრაფად განთავისუფლდებიან, იმიტომ რომ სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება ძალიან მალე. მაგრამ სანამ ეს არ მოხდარა, ამ მანამდე თქვენი საქმე არის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას.